მე ვარ სანდრო შენგელია 6 წლის. სწავლობ მეგას სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი და ხატვა. ფეხბურთში ჯერ არ დავდივარ და მინდა შესვლა. ეხლა სულ ვთამაშობ მეგობრებთან ერთად. ვთამაშობ შეტევაში და მიყვარს გოლების გატანა. ჩემ კარიერაში უკვე მაქვს 35 გოლი გატანილი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. მირბოდი და შორიდან მეკარეს თავზე გადავუგდე ბურთი. მეკარი გადახტა, მაგრამ ისე კარგად დავარტყე, რომ ვერ აიღო. მე მაქვს ძალიან კარგი ძლიერი დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს ზუსტი პასი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია გიორგი მიქაუტაძე. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 8 ნომრით. სახლში მაქვს 10 ფორმა. მე მინდა მქონდეს წითელი ფორმა. უკან უნდა ეწეროს 8 ნომერი და შენგელია. მე მაქვს ფეხბურთის ნიჭი და გამოვალ დიდი ფეხბურთელი. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, ძალიან კეთილი და გულიანი კლასელები მყავს და მასწავლებლებიც ძალიან თბილი და გულიანები არიან. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის გაბრიელ დოლიძე. ყველაზე ცელქია თეოდორე ლომინაძე. ყველაზე მშვიდი არის ნინო ცინცაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და სიმპათიური. ამიტომაც მყავს კარგი და ლამაზი შეყვარებული. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 28 წლის. შვილებს დავარქმე უმაშოს ანასტასიას და გაბრიელს. ჩემ ცოლს დავარქმევ ანანოს. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია თინიკო ხინიკაძე. ის არის ლამაზი, გულიანი, კეთილი და ძალიან საყვარელი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი დინოზავრი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის. იმიტომ რომ ძალიან დიდი ბიჭი ვიქნები და სიმპათიური. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, დაიკო და მამიკო. კიდევ მინდა მყავდეს 1 ძმა და 1 დაიკო. ჩემი დაიკო არის 3 წლის და ქვია მაშო. ის არის ლამაზი, პრანჭია და საყვარელი. ჩემი აზრით, მაშო რომ გაიზრდება, გამოვა კოსმონავტი. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, ჭკვიანი და საყვარელი, გულიანი, კეთილი. დედიკო არის ლამაზი, ზრუნველი, ჩემი და დაიკოსი და კეთილი და გულიანი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული აჭარული ხაჭაპური. ჩემი საყვარელი საჭმელი არის ხინკალი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს გუფთას. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის პეპა გოჭის წიგნი. საყვარელი მულტფილმია ჩემი საქანელა. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ჩემ დედას ყველაფერს ვუსურვებდი და კარგ ლამაზ კაბებს და ესეთ რაღაცებს გაუკეთებდი საჩუქრად. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. ყველაზე ხშირად ვხატავ სახლს, ოჯახს და კიდევ ჩემ დაიკოს. ყველაზე ძნელი არის ქანდაკების დახატვა. ყველაზე ადვილია ოჯახის ხატვა. ჩემი საყვარელი ფერებია ნარინჯისფერი და ყვითელი. არ მიყვარს შავი და თეთრი. მინდა ისე კარგად ვხატავდე, რომ გავყიდო ასლარად. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს სისწრაფის სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ კითხვას. რამდენი ქვეყნის დროშა იცი? მე მაგალითად ვიცი 120 ქვეყნის დროშა. ყველაზე უფრო მომწონს საქართველოს დროშა. შემდეგ მომწონს პორტუგალიის დროშა. ჩემი ოცნების საჩუქარი არის დიდი პულტიანი მანქანა. ბედნიერება არის დედა და მამა რომ კარგად არიან, ოჯახი კარგად არის. ჩემი დაიკო და მე რომ ვხიარულობთ ერთად და კარგად ვერთობით. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.